ანასტასია, ჯოდო ქარი რო უნდა გავხდე, იცი? ჯოდო უკვე ხარ, ქარი გაგლია. შეხედრებს ეუბნება ბავშვს. შეკიდა რა ჯადოქრობა აიტეხე ვერ გამოიწერეთ არხი თუ გინდათ რომ გქონდეთ ბევრი ფუნი. გავიგე. აუ ეს ციგნები ხომ იყიდე? ოზის ჯადოქარი და რო წავიკითხე სამივე მინდა რომ მე ჯადოქარი ვიყო. უი წაიკითხე უკვე ესენი? ქარჩხალის გამომცემლობამ გამოუშვა. ოზის ჯადოქარი ხო, შემდეგი ნაწილებიც იქნებოდა გიყიდი მე მაგასაც. აუ თეკლას ბებია რო აკეთებდა იცი ჯადოებს? ერთხელ კარადაში უპოვეთ თოჯინები და თავშქონდა ჭარჭობილი კინძის თავები. მაგრამ თან ტუალეტის ქაღალდში ქონდა ეგენი გახვეული და მაგას ვერ მივხვდით რატო. ტუალეტის ქაღალდში? და მაკალმა ხوار გავუკეთა და რამე ჯადო მარიკოს. სულ არეული რო აქ ბავშვს კუთვნას ლავი. ეგ ჯადოს კი არა ბუფეტის მაკარონინი ხაჭაპურის დამსახურება. თე ჯადო რო გავუკეთო ჩვენი ბუფეტის გამყიდველს. იქნებ მე მაინც შედოს ყველი ხაჭაპურში. აი მე გაჩერდი ახლა არ გიდათ წყევლები და რაღაცები კი აყვაწებით რა. ნუნუს ხო უყურებთ. რო წყევლი და მის დღემში ვიღაცას მაგით არ დარჩენილი კაცო ძალით ირკმები. მაგას წყევლის გამო კი არ აქვს ძალით ირკმელი. ამოიჭრა და გაყიდა. მაგით აქვს 60-ხიანი ბინა. შენ რა იცი ეგ? მეგონა მარტო მე ვიცოდი. მე წავედი უნდა ვისწავლო უშელოცვები და ჯადოქრობა. ჩემო თახში ვიქნები. ომარიკოსა ეთარიენგა, რო არ მომხდო თვალში. რა ვიცი გოგო, ეს ციგნები ხო ვუყიდი ამას, ეს ოზის ჯადოქარი ქარჩხალის გამომცემლობის საიტზე. ხო და შეიკეტა ხა თავის ოთახში ჯადოქრობს რაღაცებს. თე წვენი არ გინდათ? გამარჯობელია დეიდა. მე გავაკეთე ეს წვენი და გასინჯოთ ორივე. მაჩვენე აბა. და რა უცხო გემოა, ხო კაია. როგორ გააკეთე ეს? როგორ და ვაშლის წვენი, ცოტა ცივი ჩაი, შამპუნი, იოდი და გახეხილი საბონი.